გაზაფხული დადგა და გაზაფხულის დადგომასთან ერთად სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი ძალიან ხშირად იჩენს თავს. მაგალითად, როგორიცაა საერთო სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება, უხასიათობა, მეხსიერების პრობლემებიც კი მე ძალიან ხშირად მემართება ამ ბოლო დროს, ასევე ძილის დარღვევები, რასაც ხშირად ზამთრის ციუ დღეებში მზის სხივების ნაკლებობა, ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი კვების რაციონი იწვევს. ხშირად ვითარდება ვიტამინების დეფიციტი, რაც შესაძლებელია ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის მიზეზი გახდეს. თუმცა ვიტამინების შესავსებად შეიძლება გამოვიყენოთ ხარისხიანი საკვები დანამატები. გაზაფხულის დადგომასთან ერთად GM Pharma მომხმარებელს ევროპული წარმოების საკვებ დანამატებზე განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა და რას გვთავაზება კონკრეტულად ამას გავიგებთ უკვე სტუმრებისგან, რომლებიც შემოგვიერთონ სტუდიაში. საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი ქეთი სურამდიშვილი და საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს საფთიაქო მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე შემოგვიერთონ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ასორტიმენტი ნამდვილად ძალიან. რაღაცა საოცარი რაოდენობით არის დაალაგებული აქ ამბები. კი ბატონო, ქეთი, ყველაზე ხშირად რა იჩენს თავს, აი მე ჩამოვთვალე რამდენიმე და ყველაზე ხშირი აი აქედან რა არის პრობლემა და მე უშუალოდ გადავიდეთ განხილვაზე თქვენი პროდუქციის იმისთვის, რომ კონკრეტული რჩევები მივცეთ ჩვენს მომხმარებელს. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მოსახლეობას. მე მინდა დავიწყო გაზაფხულის მოლოცვით, ასე ვთქვათ, დაგვიდგა როგორც იქნა ეს მზიანი დღეები, მზის პირველი სხივებიც გვაქვს და გაზაფხულს რაღაცა განსაკუთრებულად ველოდებით ხოლმე შეეული ჩვენგანი დაკავშირებული ახალ мотиваციასთან, ახალ ენერგიასთან და გვინდა ასეთ განახლებული ენერგიით შევხვდეთ სეზონს. თუმცა ზამთარ გამოვლილი ორგანიზმისთვის თვალთ ასეთი მარტივიც არ არის ახალი ენერგიის მოძებნა გაზაფხულისთვის. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში იმიტომ რომ კლიმატური ცვლილებასთან ერთად, ანუ ამინდის ცვლილებასთან ერთად ჩვენს ორგანიზმს უწევს სეზონის შესაბამისად ადაპტაცია და გადაწყობა, ხო? ამასთან ერთად ზამთარში მოგეხსენებათ ხშირად ვავადობთ იგივე რესპირაციული ინფექციებით, გარშემო ვირუსული დაავადებები ძალიან გავრცელებულია. უკვე გქონდა. კი ბატონო, ამიტომ ამ დროს ჩვენი ორგანიზმი დიდი რაოდენობით ხარჯავს აი ამ ვიტამინებს და მინერალებს და მარაგს აზიანებს, მოკლედ რომ ვთქვათ. და გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში მოგეხსენებათ ძალიან მწირია ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა, ბუნებრივი პროდუქტებისა, რომელთაც ჩვენ ბუნებრივად შეგვიძლია მივიღოთ ვიტამინები და მინერალები, ხომ? გულისხმობ ხილს, ბოსტნეულს, მათ შორის ცხიმიანთევს და ასე შემდეგ. რომც მოვძებნოთ ბუნებაში ასეთი პროდუქტები, ძალიან ხშირად მას თერმულად ვამუშავებთ, მექანიკურად ვამუშავებთ და ეს აკარგვინებს კონცენტრაციას ვიტამინებს და მინერალების კონცენტრაციას სწორედ აი ამ პროდუქტებს. ქეთი, გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტები უბრალოდ არ მოიპოვება ზამთარში, ხო, დიდი რაოდენობით და თქვათ მრავალფეროვანი არჩევანი ამისი არ არის, გარდა ამისა ისედაც ზოგადად აი 21 საუკუნეში ძალიან აქტუალური გახდა ეს ტერმინი ბიოლოგიური საკვები დანამატი. რას ნიშნავს ეს რომ განგვიმარტოთ, იმიტომ შესაძლოა იყოს ძალიან დიდი არჩევანი ხილის და ბოსტნეულის, მაგალითად გაზაფხულზე და ზაფხულში, მაგრამ უბრალოდ დრო არ გქონდეს, ვერ ვახერხებდეთ წასვლას, ყიდვას, გამზადებას და ასე შემდეგ. ფინანსურ პრობლემებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული მათ შორის, კი ბატონო. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ძალიან ესეთი პოპულარული ტერმინია ამ ბოლო პერიოდში. რას გულისხმობს? აი სწორედ ასეთი ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ყოველდღიური ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალების, ცხიმოვანი მჟავების, ასე ვთქვათ, გამოშვების ფორმებს. ეს არის შეიძლება თავმოყრილი იყოს კაფსულაში, ტაბლეტში, საშეთში, ხსნარში და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის მოთხოვნილებას, ანუ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას აი ამ ვიტამინებსა და მინერალებზე ავსებს და რაში გვეხმარება ეს რატომ არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის? ხო, ძალიან ბევრი ვიტამინის და მინერალის დეფიციტი დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადების განვითარებასთან. მოგეხსენებათ და დამეთანხმებით, რომ უკვე განვითარებული დაავადების მართვა ბევრად უფრო რთულია, ბევრად უფრო მეტ დანახარჯთანაც არის დაკავშირებული, ვიდრე თავის არიდება აი ამ დაავადებებისგან. სწორედ ამაში გვეხმარება ჩვენ, ასე ვთქვათ, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ანუ ვიტამინებთან და მინერალების დეფიციტთან დაკავშირებულ დაავადებებს გვარიდებს თავიდან და საბოლოო ჯამში ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. აი, არის თუ არა რაიმე კონკრეტული სიმპტომი, რომ მაგალითად ორგანიზმს ესა თუ ეს ვიტამინი აკლია, თუ გვანახებს რაღაცნაირად ჩვენი ორგანიზმი და რომ საჭიროებს აი ამ ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ჩართვას. კი ბატონო, ყველა ვიტამინს და მინერალს თავისი ასე ვთქვათ სამოქმედო არეალი აქვს ჩვენს ორგანიზმში, შესაბამისად შესაბამისი ორგანოსთან ორგანოთა სისტემის მხრივ გამოვლინდება ხოლმე დეფიციტი, მაგალითად აი D ვიტამინის დეფიციტი პირდაპირ არის დაკავშირებული ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიის განვითარებასთან, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ასევე მაგალითად კალციუმი, რომელიც განსაკუთრებით პოსტმენოპაუზური პერიოდის ქალბატონებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. ბეჭდგუფის ვიტამინები, რომელიც ნერვული სისტემის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული და აი მაგალითად ისეთი პრობლემები, როგორც არის მეხსიერების პრობლემები, რომ აღვნიშნეთ, ადვილად გაღიზიანება, შფოთვა, დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია სწორედ
B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის ბრალი იყოს. ესაც შეეხება კონკრეტულ ვიტამინებს და მინერალებს. ჯერ ექიმთან კონსულტაცია გვინდა და მე შევსება ამ ყველაფრის, თუ ეს ჩვენებითაც შეგვიძლია გადავწყვიტოთ რა მივიღოთ სანამ პროდუქციაზე გადავალთ, აი ეს ძალიან საინტერესო კითხვა. ნახეთ, მთელს მსოფლიოში მოკლედ შეთანხმებულია სამეცნიერო საზოგადოება, რომ არსებობს ორი მიმართულება ამ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებში. ეს არის საპრევენციო მიმართულება, რომელიც აი ზუსტად ასე ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავად გადავწყვიტოთ და მივიღოთ და ეს დოზები არ გვავნებს. არ გვავნებს, ეს არის ყოველდღიური მოთხოვნილება ორგანიზმის აი ამ ვიტამინებსა და მინერალებზე. და არის თერაპიული დოზები, ანუ ცოტა უფრო მაღალი დოზით, მაგალითად D ვიტამინი, რომელიც აუცილებლად ანალიზის და ექიმის კონსულტაციის საფუძველზე უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ეს არის უკვე დეფიციტის შესავსები დოზა და არა საპრევენციო დოზა. ანუ არის ასე ვთქვათ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენივე ასე ვთქვათ გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ლაბორატორიული დადასტურების გარეშეც, მაგრამ არის დანამატები, რომლის ასე ვთქვათ შესახებ რეკომენდაცია უნდა გასცეს ექიმმა თავისთავად ანალიზის საფუძველზე. კი ბატონო, და როგორც ვახსენეთ, ამ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებთან დაკავშირებით GM Pharma-ს განსაკუთრებული შეთავაზება თავისი მომხმარებლისთვის და იმდენი საუბრობ იმას, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენი ორგანიზმისთვის, რომ იქნებ ამ შეთავაზებებზეც გითხრათ უფრო მეტი და ვთავაზობთ მომხმარებელს გაზაფხულის დადგომისთანავე. მოგესალმებით, მივესალმები კიდევ ერთხელ მაყურებელს და ვეტყვი, რომ GM Pharma-ს ცნობილ ევროპულ ბრენდებზე აქცია 1+1 დაიწყო და რას ნიშნავს ეს აქცია, რას გულისხმობს 10 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით GM Pharma-ს ცნობილ ევროპულ ბრენდებზე, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს სტუდიაში, მიმდინარეობს აქცია 1+1 PSP სააფთიაქო ქსელში. ანუ ერთს ყიდულობთ, ერთს გჩუქნით. ერთს გჩუქნით, დიახ, PSP-ში მისულ ყველა მომხმარებელს შეუძლია მისთვის საჭირო ერთი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მეორე პროდუქტი მას გადაეცემა საჩუქრად, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მაგალითად, თუ ვიყიდე D ვიტამინი. მეორე შემიძლია რომ ავირჩიო კალციუმი თუ ისევ D ვიტამინი უნდა იყოს. სწორედ ეს ვიგულისხმეთ, რომ ომე-3 D3-ის აი 2000 შეძენის შემთხვევაში მეორე ომე-3 D3 2000 გადაეცემა მომხმარებელს საჩუქრად. აქცია მიმდინარეობს ერთი და იგივე დასახელების პროდუქტებზე. ვიდრე ჩამონათვალზე ვისაუბრებთ, მინდა ორი სიტყვით უთხრა კომპანიის შესახებ ჩვენს მოსახლეობას. GM Pharma ეს გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია და ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიური აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. წელს კომპანიას 25 საიუბილეო წელი აქვს და მადლობთ. მინდა სიამაყით თქვა, რომ ფაქტობრივად საუკუნის მეოთხედია ჩვენ ვემსახურებით. 25 წელი საკმაოდ დიდი დროა, ვემსახურებით ჯანმრთელობას და ვემსახურებით, რომ გაუხანგრძლივოთ და გაუმარტივოთ ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეხლა რაც შეეხება სააქციო ჩამონათვალს, პირველი დავიწყებ, რამდენიმე ბრენდზე გვაქვს ჩვენ აქ აქცია და პირველი დავიწყებ ომე-3-ის ბრენდით, სადაც გვაქვს როგორც საბავშვო, ასევე მოდელთა ფორმები, ომე-3 ჟელი, ომე-3 ჯუნიორი, კლასიკური ომე-3, ომე-3 ფორტე, ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი გახლავთ, ასევე ომე-3 D3, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, სადაც გვაქვს ორი უნიკალური ნივთიერების კომბინაცია, ომეგა-3 და D3 ერთად, ერთ კაფსულაში მოთავსებული, სადაც გამოშვების ფორმები იცვლება D ვიტამინის შემცველობის მიხედვით. მაგალითად, თქვენ რაც ხელში გეჭირათ, ომე-3 D3 2000-ში, D ვიტამინი გახლავთ 2000 საერთაშორისო ერთეული, ომე-3 კარდიო სპეციალურად შექმნილი ქოლესტერინის დასარეგულირებლად. შემდეგი ბრენდი გახლავთ D3-ის ბრენდი, D3 ეს არის D ვიტამინი, სადაც გვაქვს როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილთა ფორმები. საბავშვო ფორმებში D3 დროპსი, D3 დროპსიც ასევე მაღალი კონცენტრაციის D ვიტამინი გახლავთ, D3 1000, 2000, 5 და 10000 საერთაშორისო ერთეულით, ასევე აი D3 ჟელი, ნახეთ, მანდ რაც დიახ წარმოდგენილი გვაქვს, ჟელიბონები, ეს უკვე 3 წლიდან, როცა ღეჭვა სწავლობს ჩვენი პატარები. ჩვენი აზრით არ არსებობს ბავშვი, რომელიც ამაზე უარს იტყვის. გემრიელი და არა მარტო ბავშვი. ამაზე რატომ უნდა თქვენ უარი, ამაზეც თქვა. გადავალ აუცილებლად, აი ვიტამინების და მინერალების კომბინაცია გახლავთ ეს. ჟელი ვიტი გვაქვს, ამ შემთხვევაში ესეთ ჟელიბონია და აი განსხვავებული ფორმის ვიტამინების და მინერალების კომბინაცია, როდესაც ყველა ტიპის რესურსს ამოვწურავთ, არც ჟელიბონი უნდა, არც სიროფი უნდა, არც კაფსულა უნდა, არაფერი არ უნდა. ჩვენს პატარებს აი ასეთ შემთხვევაში გვაქვს მარტივი გამოსავალი, რომ ლოლიპოპის სახით ჩვენ მივაწოდოთ ვიტამინიც და მინერალიც ჩვენს პატარას. ცინკოვიძე მინდა ვთქვა, ეს შუშხუნაბებია, წყალში რო იხსნება პირდაპირ. და ეს უფროსობის მე აი ცინკოვიდი დამილევია. ცინკოვიდი იმუნო, ცინკოვიდი ნეირო და ცინკოვიდი კარდიო, სამივეზე მიმდინარეობს ეს აქცია. სიახლეც გვაქვს კომპანიაში, მინდა რომ ყველაფერი მოვასწროთ, სიახლე გვაქვს კომპანიაში. რამდენიმე ახალი პროდუქტი დაგვემატა. ეს გახლავთ აშვანტის სტრესი, ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. ძალიან საჭირო პროდუქტი 21 საუკუნეში. ანტიდეპრესანტი
სტრესანტია? სტრესის შესამცირებელი საშუალება მცენარეულია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულია, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მცენარეს აშვაგანდას შეიცავს და ხსნის შფოთვას, ძალიან კარგად მუშაობს აი ამ სიმპტომებზე და აქვე მინდა ვთქვა, რომ აქცია დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არაძინებს, ამიტომ შეგვიძლია დღის განმავლობაში მივიღოთ. აქცია მიმდინარეობს არა მხოლოდ კოლოფის შეძენის შემთხვევაში, ფირფიტის შეძენის შემთხვევაში. ერთი ფირფიტის შეძენის შემთხვევაში მეორე ფირფიტა მოხმარებას გადაეცემა საჭიროებას. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აშვა-ანტისტრესის შემთხვევაში გვაქვს ასეთი ტიპის აქცია. რა თქმა უნდა, PSP-ს აქცია ქოქსელში 24 მარტის ჩათვლით. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს უროველზე, ეს არის საშარდეგზების ინფექციების საპროფილაქტიკო საშუალება და სიმპტომების შესამსუბუქებელი საშუალება. Hilsi Baby Kit-ით არის ესეთი ცხვირის სპრეი, რომელიც აი რინიტების დროს გამოიყენება, ცხვირის ხრო სანაციის დროს ძალიან ეფექტური საშუალებაა. პროდუქციას ხედავ და მინდა გკითხოთ, ჩვენ ძალიან ხშირად სხვადასხვა მიმართულებით გადაცემაში გვისაუბრია იმაზე, რომ წყლის მარაგი საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის. ახლა ვერ ვასწრებთ იმდენი ლიტრი წყალი მივიღოთ, რამდენიც გვჭირდება. აი ეს არა, ნახე ჰიდრა ბალანსი. ეს კარგად ეგეც ვიცი ეგ თამ. კი ბატონო, საკმაოდ ზუსტად მაგ მიმართულებით ასე ვთქვათ, შეგვიძლია. აი მე მაგალითად ვერ ვახერხებ 2 ლიტრი წყალი სვა დღეში, ვერ ვახერხებ. აი ეს როგორ ჩამინაცვლოთ, შესაძლებელია რომ ჰიდრობალანსის ერთი შუშხუნა ტაბლეტით მიიღოთ. იმიტომ რომ ეს გამდიდრებულია ანუ ელექტროლიტებით, რომელსაც ჩვენ წყლითაც ვიღებთ. ხო, აი ვარჯიშობთ, განსაკუთრებული დისკომფორტია წყლის მიღება ვარჯიშთან ერთად. ხო, რაღაცა სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტის შეგრძნება. ანუ ჰიდრობალანსი არის სწორედ ის საშუალება, რომელიც აი ამ დანაკარგს, რომელიც სითხესთან ერთად იკარგება ჩვენი ორგანიზმიდან, ეს არის ელექტროლიტები, კალიუმი, ნატრიუმი და ასე შემდეგ, შეგვივსებს აი ამ ერთი შუშხუნა ტაბლეტის საშუალება. ესე იგი ერთი ბათქანი და დოზა მიღებულია. მეტი წყალი ნაკლებ მოცულობაში, საინტერესო კონცეფციაა. ერთ ჭიქა წყალს დავვლევთ, მაგრამ ამაბის დახმარებით მივიღებთ გაცილებით მეტ ელექტროლიტს. კი ბატონო. ასევე არ მინდა რომ გამოგჩეს გასტროენტეროლოგიური მიმართულებაც, აქ ჩვენ ორ პროდუქტზე გვაქვს აქცია. ეს არის ლაქტოჯი კიცი, ნახეთ ფლაკონები. ეს არის საბავშვო სასარგებლო ბაქტერიები, მეგობარი ბაქტერიები, განსაკუთრებით, როდესაც ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპიით ვკურნალობენ, ხო, ჩვენ გადასაცავად. რა თქმა უნდა, აი ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ანტიბიოტიკთან ერთად ლაქტოჯი კიცის ფლაკონებიც იყოს მიღებული, ვინაიდან ნაწლაური ფლორა ჩვენი პატარების იყოს დაცული. და მეორე, ასეთი რეოკონი, ეს გახლავთ ფერმენტი, რომელიც არის უნიკალური კომბინაციის ფერმენტი, ეს არის 4 ძირითადი კომპონენტი. გარდა იმისა, რომ შლის ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, შლის უჯრედისცაც და რას ნიშნავს ეს? როდესაც მაგალითად მცენარეული საკვებით ვიკვებებით, აი განსაკუთრებით ესე იგი კვებასთან რაღაც მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აწესრიგებს. აი განსაკუთრებით, როდესაც არის მარხვის პერიოდი და ჩვენი რაციონი დატვირთულია მცენარეული საკვებით. დიახ, ამ შემთხვევაში თუ აღენიშნებათ დარღვევა, დისკომფორტი და ასე შემდეგ, ერთი აბირეოკონით აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა მოეხსნას ჩვენს მომხმარებას. მინდა ვთქვა, რომ არის კოლოფში 10 ფირფიტა, ერთი ფირფიტის შეძენის შემთხვევაში მეორე ფირფიტა მომხმარებას გადაეცემა საჩუქრად. არა მხოლოდ კოლოფის, ასევე ფირფიტის შეძენის შემთხვევაში. ასევე დავამატებ ნექსინაიტს, რომელიც არის საძილე საშუალება, 5 მგ-იან მელატონის შეიცავს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს აქცია შუგა ნორმი, რომელიც ტკბილზე მოთხოვნილებას ამცირებს. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს 1+1 და ალკორესტი, ეს არის ნაბახუსევი შესამცირებელი საშუალება. მე გადასარევი დიეტა ავაწყეს. ამას ყველაფერს გვიტოვებთ, ხო? შუგა ნორმი, ნექსინაიტი. ტკბილი მომინდება, წყლითაც ავსა ვიქნები და წონაშიც დავიქნები. გადასარევი. მოკლედ, დაიძინე, გაიღვიძე წყლის ბალანსი, შეივსე, ჟელიბონი დაღეჭე, ის ლოლიპოპი ჯამი, ყველაფერი არის. აქცია მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს ამ პროდუქტებზე, რაც ჩამოვთვალეთ აქცია მიმდინარეობს 10 მარტიდან 24 მარტის ჩათვლის PSP-ს აფთიაქოქსელში, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით. დიდი მადლობა, წარმატებებს. დიდი მადლობა, ამომწურავად რომ გვითხრათ იგი გარანტირებული არის დარწმუნებული. დიდი მადლობა. დავამშვიდობოთ აკვე ჩვენს მოყვარებას, მათაც მადლობა.